ნაცნობობის ან ურთიერთობის ისა გვაქვს. გარდა იმისა, რომ ვიცი რომ ადამიანი ხარ და ზუსტად მოაზროვნე რატომ უნდა გეჩხუბოს ვიღაცამ და რატომ უნდა გაგინოს ან შენ მეუღლეს რატომ უნდა შებრძოლონ რატომ უნდა იფიქრონ რომ აი ოჯახი რატომ უნდა იყოს მაგალითად იმის გამო რომ აი კარგს აკეთებ ეკლესიას აღადგენ და კიდევ კარგ ადამიანებს იკრიბავ ჩემი იმედი იქონიეთ ალბათნო თამარ აი დამოგიდგებით აი როგორც ძმა ისე მიგულეთ შეიძლება ის ხალხმრავლობას მაინც და მაინც მაგრამ არ მიჭირს ის რა ქვია არანაირად არც ურთიერთობა არც არაფერი მაგრამ მიჩვენია რომ აი პირადული ურთიერთობები მაქვს შენთან ასე დახმარებით დაგეხმარები მაგალითად თუ ვინმე გეომა დამოგიდგები აი როგორც ძმა ისა მოუდგები შენ მეუღლეს შენ ოჯახს მე მთელი საპატრიარქო მეომება განდგომილების გარდა მთელი საპატრიარქო მეომებს ამოგიდგები არ არის პრობლემა მეომონა საპატრიარქო იყოს თვითონ და ქაჯეთის ციხე ავიღოთ ამინ ლაშა წეღან გაითიშე მაგრამ ეხლა შეგიძლია რომ თქვათ აი ისევ ლაივში ხარ და შეგიძლია დაემშვიდობო ხალხს ან ბოლო სიტყვა უთხრა და მერე ხალხი ერთმანეთს ხო ალბათონი თამარი აკეთებ ძალიან კარგ საქმეს ჯერ ერთი არის ძალიან კარგი პიროვნება მე ამის უფლებას ჩემ თავს მივცემ ალბათონ თამარზე გამოვხატო პატივისცემა და დავაფიქსირო ექტორებმა ეს გამოვხატო თორემ ეს ისედაც ხადია და თქვენთვისაც ცნობილია მაგრამ პირადი ჩემი პატივისცემით ვარ მე ალბათონ თამარის მიმართ მისი ოჯახის მიმართ ჯერ მეუღლეს არ ვიცნობ გავიცნობ იანეს ვიცნობ აი ვიცი რომ ოჯახით პიროვნულად არის ადამიანი რომელიც არა სარგებლის გამო არამედ თავისი მოწოდებით და სურვილით გააჩნია სურვილი რომ ქვეყნისთვის სიგნალეში დავას შუქი და ამ ადამიანს თუ იმე დაეხმარება მინიმუმ რაშიც დაეხმარება თუ არ და ხელს მაინც არ უნდა უშლიდეს არავინ ეს ვიცი ერთი ამის წარმოდგენა მაქვს ამაში დარწმუნებული ვარ და ჩემი ამ მოსაზრების გამო კიდევ თუ ვინმე რამეს მიზამს თუ კარგად მაგრად მიცემს როგორც ნაცემი ვარ მაინც ამ ჭკუაზე ვიქნები მაინც ვერ გამომასწორებს და მოდი ერთმანეთს მინიმუმ ხელი არ შეუშალოთ კარგი საქმის კეთებაში და თუ დავეხმარებით ქალბატონ თამარს თუ ამოუდგებით გვერდში მე დარწმუნებული ვარ რომ ქალბატონები ცუდ ქალბატონის ენერგია ცუდ არაფერს ქვეყანას არ მოუტანს არ საწმუნოებას მოუტანს და გონება მოუტანს კიდევ არაფერს ცუდს მით უმეტეს დედისი რომელსაც შვილების გაზდა თავის ქვეყანაში თავის ანგელოზებს ზრდის და დავეხმაროთ თამარს პატივიცეთ ყველაზე ნაკლებ მე ამას გამოვხატო ქალბატონო თამარ თქვენს მიმართ თქვენი მაყურებლების მიმართ მადლობა ლაშა იმედი არის და თუ კიდევ ვინმე შეგვაგინებს რომელიმე ინსტიტუტიდან ხო ეს იქნება საპატრიარქო თუ კოსმონავტთა საბჭოთა მაგალითად შენ არის დარდო გავიცინებ შენსავით შენ როგორც გაიცინებ ხოლმე ისე მეც ვიცინი ხოლმე იმიტომ რომ ის და მოდი დაგემშვიდობებით დავემშვიდობები შენ მაყურებლებს მადლობა ლაშა მადლობა მადლობილი ვარ ადამიანური გზნობით ყველანაირად სავსე ვარ ადამიანური ქრისტიანული მოვალეობა ეს ადამიანი ეს ამას არ ჭირდება არაფერი ამას ჭირდება უბრალოდ ადამიანობა იყო ადამიანი და არ იყო კეთილი სურვილის მეტი არ გამოძრავებდეს არაფერი და ნახო ის კეთილი მოსურნე ადამიანი რომელსაც ასურს ქვეყნისთვის ახლა სურს ქალბატონ თამარს თუ ჯიბისთვის აკეთებს რამეს თუ ის პატრიარქობას სურს თუ ის რასურს მაგას მეფობა რასურს ადამიანს უნდა იმ ყველაფერზე ისაუბროს ფარდი ასე ხო სწორად ხომ მესმის ქალბატონო თამარ მე ასე გავიგე თქვენ რომ ყველაფერზე გინდა სინათლის შეტანა იმ სიგნალებში არა ლაშა შენ საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგე მე მინდა ლაშა მეფობა ვერ გაიგე ეს კაცო
არა, კაცო, ესეც შემეშალა. დედოფლობა, კაცო, დედოფლობა. რატომაც ლაშას არა მე მაქვს დასატენი ტელეფონი, დასატენი. მოკლედ ლაშა ძალიან შეუყვარდი ჩემს მაყურებელს, ჩემს იმას რა ქვია, მაკრიტიკებელსაც ძალიან შეუყვარდი რა და 4000 ადამიანმა ნახა წეღან ის ლაივი ჩვენ რო ვსაუბრობდით ქალბატონ ნინო როგავასთან ერთად და მე რა ვიცი როგორ განჩნდა ქალბატონო თამარის მაინც გაგჭით მაგრამ როგორ გინდა სიცხით ვარ, მაგრამ სულთან გულით ვარ, აზრით ვარ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ადამიანი ვარ, პატივისმცემელი ვარ და კიდევ აი რა ვიცი. აუ გიორგი დაიზმენდა. ვის სურს პატრიარქობა? თამარსო? მატრიარქობაც სურს. ყველაფერი მე ვიქნები მატრიარქის, პატრიარქის, დედოფალის და მეფეც. გიორგი, ერთი ამოდი ვნახე რა, ვნახე. ცოტა ის ვისდაც შეიძლება მხიარულად შეხედო მათ ყველაფერს და სერიოზულად მაინც ყველაფერს ვუყურო, არ შეიძლება. დაიძაბა უცბად გიორგი, რას ლაპარაკობ დამარი პატრიარქად არ დააყენოთო. აუ რას მაცინებ გიო შენ გაიხარე. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, ლაშა დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო ჩართვა იყო, ნინოსაც დიდი მადლობა მინდა მოუხადო. ჩემს მაყურებელსაც დიდი მადლობა მინდა მოუხადო, რომ ესეთი ძალიან საინტერესო კომენტარებით გამავსეს. ჩემს მაგინებელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო, რომ დამაბლოკინეს თავი ისევ, რამდენი 170 ბლოკი ახსენი იმ დღეს და ახლა კიდე ივსება სია და. ბიჭო, დაწყნარდით რა და მეც დავწყნარდები, ოკეი? ნუ შემაგინებინებთ თავს, კაცო, რა გინდა ზური? მაინც ჩემი გინება მოგენატრებათ ხოლმე რა. კაი, ლაშა, დაგემშვიდობები ეხლა და ჩავერთვებით ალბათ სხვა დროსაც, სხვა თემებით. ფილოსოფიურ, ეზოთერულ თემებით, ხო? აი პირადად ვისაუბროთ და კი მასივე ახლა ვისაუბროთ, კი, კაი, აბა ლაშა, დაგემშვიდობებით. დაგემშვიდობებით. მოკლედ მეგობრებო, აი ასე და ამგვარად დღეს რა აღარ გამოვიარე. ტიტუ რა მაგინეს და რა ვაგინე. რა კარგი ხალხი მყავდა ხალხო, აქამდე სად ვიყავით რა. მოიცადე ერთი წუთი აქ რაღაცა გავასუფხეო ეს ეკრანი, თორე ხო და წეხან ისეთ მომენტში გაითიშა, რომ ისეთი კაი რაღაცები ლაპარაკა მე ლაშამ კიდე რომ სანამ ეს ჩემი ტელეფონი დაიტანა მანამდე ვერ ჩავთე და რა ვქნათ, ასე არის. მაწვალებს Facebook-ი, მაწვალებს. აგერ 4000 ადამიანი უყურებდა თურმე და 36 ადამიანს მიჩვენებდა. ან შემოდიოდნენ, გადიოდნენ 4000 ადამიანმა შეიმოიჭყიდა, გაიჭყიდა. მაინც კარგია მეგობრებო. განა ის არის კარგი, რომ ჩვენ სხვადასხვა ჩვენ იმას ვსაუბრობთ, რასაც ვსაუბრობთ და 4000 ადამიანი უყურებს. არამედ ის არის კარგი, რომ ჩვენ როდესაც კონტრა აზრები გვაქვს, მაგალითად გიორგი ბენდელიანი აგერ მიცნობს თურმე და კომენტარებში ისეთი მომაყარა, რომ ბიჭო არ გეცოდები მაინც. ამხელა ხალხს უმკლავდები და ამდენი ენერგიებს უმკლავდები და თუ მიცნობ, მოდი და აგერ პირადად დამელაპარაკე პირისპირ. ხო და კარგი გოგო ვარ თუ ცუდი გოგო ვარ, იქ გაიგე, თვალებს ჩამხედე და ისე. და კითხვა დავსვი, პატრიარქი მკვდარია თქო და კარგი რა, დედას გაფიცებ გიორგი რა. დედას გაფიცებ რა. შენ ეხა პატრიარქი როგორც შემოიყვანეს კალიასკით და მიიყვანეს და გადადეს, მაგას ცოცხალ ადამიანს უწოდებ? აი ძალიან ხო გიორგი რა. მართლა გეუბნები რა, შენ თუ მაგას ცოცხალ ადამიანს უწოდებ? მაშინ რა გინდა ვერ გავიგე. შენ თუ მაგას ცოცხალ ადამიანს უწოდებ, მე ყოფილვარ ანგელოზი. გესმის რას ვამბობ?
ხო და რა ვიცი, აი იმ დღესაც ადამიანი იძახის, რომ ამდენი ის ამოიყარა ილია მეორეზე, ამდენი სიბინძურე და ამდენი ცუდი რამ რა და ადამიანს კიდე ამართლებ. აბა ვინ უნდა მოვკითხო, ვის უნდა მოვკითხოთ მაშინ მენაგვე ნუგზარის? იმას მოვკითხოთ საქართველოს ცუდ დღეში ყოფნა? თუ პატრიარქს არ მოვკითხეთ, თუ ივანიშვილს არ მოვკითხეთ, თუ მიშა სააკაშვილს არ მოვკითხეთ, მოვკითხოთ მენაგვეებს, კაცო, რას დაგვიგვიანეს ეს საქართველო რა. მაშინ ეგრე გავაკეთოთ. ან ვიყოთ ჯიგრები და შევეციროთ იმას, მუმიას. ჯიგრულად, პატრიოტულათა და ქრისტიანულათა. ბიჭო, ვერ განავერ ხედავ, რომ საქართველოს კეთილდღეობის თუ ვის კეთილდღეობით ვარ ახსილი? ვერ ხედავ ამას. იმას თუ ხედავ, რომ ილია მეორემ რომ ჯაბაი ოსალიანი დააჯილდოა და არ იცოდა, რომ თავის 90,000 პატიმარს უპატიურებდნენ საკანში, იმას თუ პატიობ და იმას თუ პატრიარქს უწოდებ, ბიჭო, მე რას მერჩი მაშინ? იმაზე მინიმუმ მაგხელა რანგის ცოდვა შანსი არ არის, რომ ეჩამედინოს რა. ერთადერთი ცოდვა მაქვს ჩადენილი, გველი მოვკალი და ისიც ვნანობ დღემდე, რომ გველი მოვკალი თქო რა. და რაც თავი მახსოვს, სამართლიანად ვამხელ ყველას. დაინახე რა ეს რა. იმას თუ ის აპატიე, რომ საქართველოს დედის მკაცრავად და მხნელი წმინდა გიორგის ორდენებით დააჯილდოვა და საქართველოს გამძარცველი და წამწყმენდელი წმინდა გიორგით შერაცხა, ხო? აი წმინდა გიორგის დღეობაზე მკვდარი გამოათრიეს ეგ. მკვდარი ატასავეს იმ სამებაში, უშჩხულთავიან სამებაში და მკვდრებთან ამყოფეს. აი ეგ მოხდა წმინდა გიორგთან. წმინდა გიორგი ამხილა ეგ რომ მუმიაა და მიწას რო არ იკარებს მაგას. მიწაც რო არ იკარებს მაგის ის სური, რომ მაგის სხეულს გვერდით დაყვება და არც არაფერი შეუძლია. კარგი რა, მართლა ძმურად გეუბნები რა. შენ თუ ის ვერ დაინახე ილია მეორემ რაში დაუშვა შეცდომა და ეგენი აპატიე, მაშინ ჩემთან რაღა გინდა რას მერჩი კაცო, მეც მაპატიებ თქვა თუ რაღაცაში შეცდომა დაუშვი და ილია მეორე ვამხილე. ეგეც მაპატიე რა. გესმის? თუ ვინმე რამეში სიდამპლეში ვამხილე და ეს შენ არ მოგეწონა, მაპატიე მე. გაკოცეთ მეგობრებო, აბა თქვენისი და ძალიან მაგარი ადამიანია ლაშა რა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე როცა ლაშას პირველად გავესაუბრე, მისი ესეთი მეტყველების გამო და იმ ტრამვების გამო, რაც მასში დაზიანებული ჰქონდათ მაგ სისტემას, რომელსაც ილია მეორე მართავდა, ხო? პირდაპირ ლაშასაც უთხარი, ლაშა მეთქი, მეორედ შენთვის რომ არ მომესმინა, მე შენ გიჟი მეგონებოდი მეთქი რა. და გონება დაბნეული ადამიანი. აი, სად არის მეგობრებო, სად დააზიანეს არაჩვეულებრივი ადამიანები, საქართველოს პატრიოტიზმით, რომ არ გატყდებიან ისეთი ადამიანები, ხერხემალში გადამტეხესო, ცადეს გადატყდება და მაინც არ დავადი ადამიანს ხელი, მეუბნებოდნენ ადამიანს სიკვდილი დააბრალეო, ბიჭო, მეუბნებოდნენ ადამიანს მკვლელობა დააბრალეო და არ გავტყდიო. და აი ესეთ ადამიანებს ისი აზიანებენ, რომ მეორე გამვლელმა არ მოусმინოს ეს გიჟიაო თქვას. გესმის თქვენ რას შვებოდა ის სისტემა და თვითონ ილია მეორეც? და ადამიანს რომ მეორედ გავესაუბრე და 4 საათი რო ვისაუბრეთ და ადამიანში დავინახე უმაღლესი საქართველოსადმი სიყვარული და ისეთი გონიერება, რომ აი აქ თქვენს ახლა გაგიზიარეთ და თქვენს დაინახეთ ეს ლაშაში, რომ
აი ესეთი ადამიანი, რომელსაც დასცინოდნენ, სცემდნენ, დედას აგინებდნენ, ისეთ რაღაცებს უშვებოდნენ, რომ 10 კაცი ერთად სცემდა და ბოლოს ბრიტვა მისცეს, რომ თავი მოეკლა და თავიც არ მოვიკალიო, ხო? ასეთ ადამიანს მწამებელს ილია მეორე გადასცემს წმინდა გიორგის ორდენს და შენ მეუბნები რომ იმას პატივიեցი და პატრიარქი უწოდეო რა. ეგეთ ადამიანს მე პატრიარქს არასდროს არ ვუწოდებ, როცა ჩემი პატრიარქი იესო ქრისტეა მარადის და შენ მეუბნები ამ მუმიას უწოდებ პატრიარქიო ბიჭო. არც ერთს როგორც ლაშამ თავისი სიმართლე დაიცვა და იმ ადამიანს ხელი არ დაადო ტყუილად ისე დავიცავ მე იმ სიმართლეს, რომელიც ჩემი პირიდან გამოდის პატრიარქის მიმართულებით რა. ისე ლაშას ისტორია მართლა საინტერესოაო და ლაშასნაირი რამდენია ლაშასნაირი 90,000 მამაკაცია საქართველოში. ზოგი მოკლეს და მიწაში ჩადეს ბიჭო. ქართველი პატრიოტები ბიჭო, მიწაში ჩაგვიდო ილია მეორემ და ის ადამიანები ბიჭო დააჯილდოვა გიორგი მესამე რა არის და წმინდა გიორგის ორდენით. ბიჭო რებს მელაპარაკებით თქვენ რომ ამ მუმიას პატრიარქი უწოდო? გამოფხიზლდით მე რას ვლაპარაკობ ის მოისმინეთ და ნუ გელანდებათ ნურაფერით სხვანაირად. ჩემი ქართველების ცოდვა სისხლს მადენს ისე არ ვიცი რა ბენა მებმევა ბიჭო. როგორ არ შეიძლება დაინახო რეები ხდებოდა და ილია მეორე რას აწერდა ხელს. გული მეფლითება და ის ადამიანი სად იყო ბიჭო, რას აკეთებდა, სად დადიოდა და რომელი ჯიპებით დადიოდა, რომელ ქალებში ერთობოდა და რომელ კაცს აძლევდა ვაზელინიან უკანალს ბიჭო. ეს გაიგე რატომ არ იცოდა რა ხდებოდა საქართველოში მაგან? ერის მამად წოდებულმა 90,000 ქართველ ვაჟკაცს რას უშვებოდნენ, რატომ არ იცოდა ბიჭო? ამისთვის მოეკითხება მარტო მაგას. და მე მაგინებს ვინმე მაგის გამო ეგ 2,000 ხაზარი ვიღაცაა ვინც მე მაგინებს მაგ კაცის გამო ბიჭო. ჩემი ძმა რომ უსამართლო ციხეში იტანჯებოდა ეგ რას აკეთებდა ბიჭო? რას აკეთებდა მითხარი? რას აკეთებდა და ის გამოტვინებულიც გამოვიდა და ილია მეორეს თაყვანს ეთაყვანება ბიჭო. ვინახართ რამ დაგაბნელად გამოფხიზლდით და თვალი გაახილეთ რა. რა მოგჩხიბეს ესეთი რომ ვერ გამოფხიზლდით ხალხო? სადახართ ქართველი მამაკაცები ბეტადონის იმაში სიებში წერი ხართ და მათხოვრობთ წამალს ბიჭო? და ეგ არის რაც ილია მეორემ თავისი ერიდან გამოიყვანა? ეგ არის ბიჭო მაგარი პატრიარქი? სისხლის ცრემლებით აღარ მომდის უკვე ის რო უყურებ ბიჭო ახალგაზრდა კი არა ჩემ თაობას რო უყურებ რა დღეშია ხალხო ჩემ თაობას რო უყურებ რა დღეშია როგორ უთხრა მე ვინმეს რომ მე პატრიარქი მყავს ქვეყანაში რა. თამარ ჯუმბერ ბეჟაშვილმა ჩაწერა ვიდეო პატრიარქი გარდაცვლილიაო. ვერიკო გრეული წერს. ბიჭო თვალები არა გაქვთ ეგ მაინც დაინახეთ წინ ცხვირწილ გამოგიტარეს. მკვდარი ბიჭო მკვდარი გამოგიტარეს და ის ვერ დაინახეთ. აუ ვერიკო გამიზიარე ეგ ვიდეო და ლინკიც ჩამიგდი აქ თუ შეიძლება რა და ჩემი მაყურებელი კი არა და ვინც მიყურებს ნახავს ამას რა. ვინ არის ჯუმბერ ბეჟაშვილი ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ბერმა გაბრიელმაც განაცხადა რომ ძალიან უცნაურად მიმაჩნიაო პატრიარქის ესე უმოქმედოდ ჯდომაო. მოიცა როგორ იყო
რა ხდება აქო რა ანუ ძალიან უცნაური იყო ძალიან უცნაური კაი მეგობრებო ეხლა დაგემშვიდობებით და მართლა ღმერთმა დაანახოს სრულიად საქართველოს და სრულიად მსოფლიოს რა ჩემი ალალი გული დაანახოს ბიჭო სრულიად მსოფლიოს და დედამიწის ყველა მოსახლეს რა ალალი გულით ვიბრძვიმე იმისათვის რომ ქართველი იყოს დაცული და კიდე აქეთ მაგინებს ხალხი ბიჭო ალბათ მაგრა მართლა ისეთ დროში ვართ რომ დადგება დრო რომ გიშს ჭკვიანს უწოდებენ და სულელს ჭკვიანს სულელსო აი ეს დრო არის ალბათ რა ვერიკო უბრალოდ იქ რომ გადახვალ მაღლა ლინკი დააკოპირე და აი აქ ჩააგდე მე აი ესე შეგიძლია უბრალოდ ან ლინკი უნდა დააკოპირო და მე აქ უნდა ჩააგდო paste copy paste უნდა გაუკეთო რა მარი ხუციშვილი წერს პირადად ჩემს ბიძაშვილს პირადად ჩემს ბიძაშვილს გადატრიალების შემდეგ 13 წელი კარცერი მიუსაჯეს და კარცერში მოკლეს მისი ძმა კი გარეთ მოკლეს ეროვნულ ხელისუფლების დაცვისთვის ამოკვეთეს პატრიოტები გვიწყვიტეს პატრიოტები დააბადეს გააქციეს დღევანდელი საქართველო რომ მიეღოთ ხო მარი და ამას როგორ ვერ ხედავენ რა კარგი წავედი ახლა მე და ისა გიორგი ეკითხება იმას რომ ქართულად უწერიაო სახელიო ბეჟაშვილი რომელი თქვეს მოიცადე ერთი წუთი სანამ გიორგი მეკითხება თამა რა პერიოდში გადაცა ხო არ გახსოვს უნდა ვნახო ეხლა არქივი ერთიო გიორგი ლაშა არქანიას დაუკავშირდი და აი ლაშა არქანია გაგცემს მაგაზე პასუხს მეც უნდა გადმომიგზავნოს ეს არქივი ხო აი ლაშა არქანია წითელი ვარსკვლავი რო აქვს აი ეს არის ლაშა არქანია TikTok-ზეა ეგ ვიდეო. TikTok-ზე თუ არის შეიძლება ვერ დააკოპირო. როგორ არა დააკოპირებ, მაგრამ ხო, იქნებ რამენაირად, ანუ რა ქვია მაგას? ბეჟაშვილი ვინო? ნუგზარ კი არა და. ხო, ნუ ეხლა რაღაც დამალავენ, დიდხანს ვერ დამალავენ, ეგ რომ მკვდარია და ალბათ როცა მოკვდება, ისა როცა გამოსკდება, მე იტყვი რომ მოკვდაო და რაღაც დამალავა ნაწი უკვე რამდენმა ხალხმა გაიგო. ეს კობაიძე რო იყო წასული იქ რომის პაპთან, რატო წავიდა, რა მივლენებით წავიდა, ვინმე ეს გაგვიცხადეს? არავის არ განგვიცხადეს, მაგრამ აგერ ისე გამჭრიახი გონების ადამიანები მივხვდით რომ ილია მეორე მკვდარია, ბიჭო, შეხედეთ რა მკვდარია, ხალხო. პირი ჩამოვარდნილი აქვს და მკვდარია, ბიჭო. კი არ მელანდება გადაამოწმეთ და მკვდარია თქო გეუბნები თუ მკვდარი არ იყოს არ ვიცი რა სისტემა ერთია ორი ამდენი მტერი ყავს ილიას და სხვებმა ვერ დაინახეს რომ მოკვდა რატომ არ იღებენ სხვა როგორ არ იღებენ ამდენმაც გინდა იმდენმა დაიწყო ლაპარაკი რომ მკვდარიაო და არავის არ უშვებენ იქ შიგნით არც მამაოს და არც დედებს არავის არ უშვებენ რანაირად გავიგოთ და რანაირად დავამტკიცოთ რომ მკვდარია ერთი დათო რანაირად დავამტკიცოთ ეს მიდი აბა დადეკი და უთხარი მაინტერესებს ილია მეორე მკვდარია თუ არა და შემიშვით თქო ბიჭო თვით მამაოს ეპისკოპოსებს არ უშვებენ და მეუფეებს არ უშვებენ და გამოკეტილი იყავთ ის მკვდარი იქ კარგით რა რეებს ლაპარაკობთ რა მე რო დამესიე წადი და გადაამოწმეთ მკვდარია თუ არა აუ ეს გვარი ვერ დავიმახსოვრე ახლა ბეჟაშვილი გვარი კი დავიმახსოვრე მაგრამ
წავედი მეგობრებო რა ძალიან დავიღალე დღეს რამდენი ვისაუბრე აბა გაკოცით